და დღეს უფრო ლამაზი ხარ ვიდრე გუშინ. გუშინ სხვა იყო მორიგე. ეს და ლევ. რას დავლევ და ლონდონში რომ სწავლობდი, ყავას მივეჩვია იქ და ყავას დავლევ. კარგი, შაქრით გინდა თუ უშაქროთ? იცი რა არის, ლონდონში რომ სწავლობდი, შაქრით უბრალოდ სანამ ლონდონში წავიდოდი, უშაქროთ ვსვავდი და ლონდონში უკვე შაქრით მივიჩვიე. კარგი, თურქული თუ ესპრესო? თურქული იყოს, მაინც ნატოს წევრი ქვეყანაა. იცი, ლონდონიდან რომ ბრუნდებოდი, სტამბულის გავლით ვიფრინე. სხვათა შორის თურქეთში სწავლობს ჩემი დაქალი უკვე მესამე წელია. მართლა? არ გამაცნო? არა, ჯერ ვერ ჩამოდის, რაღაც პრობლემები აქვს პასპორტთან დაკავშირებით. რა? თურმე რო ჩადიღარ, ისეთი მკაცრი სწავლაა, სანამ სწავლას არ დაამთავრებ, პასპორტს არ გიბრუნებენ და ეგრევე პასპორტს გართმევენო. მაგარია, რა გინდა? ისა აი ეს დარჩა შენ მეგობარს, გონი ანანო ქვია და ხო შეგიძლია რომ წაუღო? რა არის? თავიდან ვერც მე ვერ მივხვდი და რაღაც ნახატია. ნახატიაო? რა უაზრო ნახატებია, რა? ვისია? ალექსიძე. დათოს ნახატებია? საიდან გაქვს სანდრა ეგ ნახატები? უკაცრავად. ეს კითხვა მე მგონი მე უნდა დაგისვა. მობზანდით? აი ამან მითხრა ანანოს დარჩა ეს ნახატებიო და აბა საიდან გაქვს მომიყევი? მაიცა რა ეხა შენი ფიქრე რომ მე დათოს ნახატებს ვხედულობ რა იმიტომ რომ რა დათო მიყვარს? მე ამდენი ფიქრი რო არ შემიძლია ხო იცი? და ამიტომ მომისმინე ახლა. ამ ნახატებს სანდრო ყიდულობს მარიკა. რომ ესე იგი ცოდვაო დათო, ცოტა ფული დათოსაც ხონდა კონდესა და მე საძაიღოს ეს ნახატები მარიკას. სახში ხო ვერ შეინახავდა დათო იპოვიდა ხო? ხო და ამიტომ მომცა მე და მთხოვა რა შენ შემინახე. ოღონდ მომისმინე ახლა კარგად სანდრო. ესე მთხოვა მარიკამ არავის არ უთხრა ეს აბავიო და შენც არავის არ უთხრა სანდრო. გაიგე? ეხა მომისმინე სანდრო, ნახატებზე არავისთან არაფერი არ თქვა, გაიგე? ხო, წავედი, ეხა მე გავიქეცი, არ თქვა არავისთან. ანანო, ნახატები რაღაც საჭირს ამ გოგოს. წავედი. სანდრო, ლონდონში რო სწავლობდი, ყავის ფულს არ იხდიდი ხოლმე? სხვათა შორის ლონდონში სტუდენტებისთვის ბუფეტი უფასო იყო. კიდე დარჩა ეს ნახატები, არა რაღაც ჭირს ამ ბიჭს. ხო. წახვედ. ხო ლიკა, ხო. არა ლიკა, დღეს ვერ მოვალთ. არა, ნუ ვერ მოვალთ. არა, გასვენებაში მივდივართ სამტრედიაში. ხო. ბიცოლა ჩემის ძმის ძალიან ახლო მეზობელი გარდაიცვალა. ხო, აი, გახსოვს, ხო. ხო, ეგ არა, სერიას ვერ ვუყურებთ, მაგრამ პრობლემა არ არის, გაზეთში წავიკითხავთ. აჰა, ხო. კარგი, რამეს ჩამოგიტანთ. კარგი, კოცნი ლიკა, კოცნი, პაკა. კეთებან რა. აი ესენი ხდება.
არა, ესე გიხდება, მაგრამ ეს მაღალხუსლიანები რატომ ჩაიცვი? ვაიმე, ამ კაბას უხდება და რა მოხდა? რა მოხდა და იქ ყველას ეგონება, რომ მე შენსავი დაბალი ვარ. აუ, ეხლა მთელი სანათესავ იქ იქნება და დაიწყებენ. სად მუშაობთ, რას აკეთებთ? გავიმეოროთ. ხო, მოდი გავიმეოროთ. ესე იგი, მუშაობთ ქართულ ამერიკულ ფირმაში. ვართ მენეჯერები. რა ვართ უფროსი მენეჯერები. ხო, ვართ უფროსი მენეჯერები და გვაქვს მაღალი ხელფასი. ხო. მაგრამ მაგრამ ახლა ვაკანსია არ არის და როგორც კი იქნება, ყველას დავაწყებინებთ მუშაობას. ოღონდ აი ეს უფროსი ნუ გავიწყდება. არა, უფროსი არ დამავიწყდება. ბილეთებიც აქ გვაქვს. რიგი იყო ალბათ არა? ვაიმე, იმხელა რიგი იყო. თან ჩვენს უკან ორი მოხუცი იდგა და იმათთან გვიწევდა ჯდომა და რა გავაკეთებ? რა? გავატარებ და ორ სიმპათიურ მამაკაცს დაველოდე. ვაიმე, ესე იგი ორ სიმპათიურ მამაკაცთან ერთად ვიგზავნებთ. არა, იმათმაც ვიღაც გამოატარეს. არა უშავს თამარ. შეშის ფული ხომ მოგაქვს? ვაიმე, რა გვინდა ზამთარში ხო აქ ვიქნებით? იქ მიცემთ ვინმეს და ბუხარს დაათებთ, ვითომ იქავართ. ხო, გადი. ქეთევანდა, გასახებს ავყოთ. ჩხეიძებთან დავტოვოთ. რა, ვითომ უთო დაგვრჩა ჩართული. საით მიფრინავთ? გედებო? სოფელში. სოფელში? შეხოთაშორის ეხლა თქვენ მომაწოდეთ ძალიან კარგი იდეა ჩემი ახალი შედევრისთვის. მარგალიტები ბოსტანში. ეხლა მე წავედი მუზეუმში საქმე მაქვს. თქვენ მიბრძანეთ. მიდით. ანანო. გამარჯობა. სად მიდიხართ გოგონებო? იცი ჩვენ გასვენებაში მივდივართ. თამარ. ვაიმე, მარიკა. ისეთი ცუდი ამბავი დაგვემართა, რომ სოფელში მივდივართ, მარიკა, ბიცოლა ჩემის ძმის ძალიან ახლო მეზობელი ოლეგი დაიღუპა. ანდილით. არა და გუშინ ნახეთ იცინოდა. სად ნახეთ? ძველი ქორწილის კასეტას ვუყურეთ და რა რთულია? მარიკა, სახლის გასაღებს დაგიტოვებთ და შეამოწმე ხოლმე გასახლი. პრობლემა არ არის დატოვეთ. მარიკა გეხვეწებია, ფეხსაცმელებით ნუ შეხვალ, ქეჩებით გაიარე. წამოდი თამარ, წამოდი დაგვაგვიანდება. ხო, ეხლა მომისმინე, ესე იგი, მისაღებ ოთახში 12 საათზე ჩააქრობ სინათლეს, აანთებ საძინებელში, იყოს 2-მდე. მერე 2-ზე გამორთავ, 4-ზე აანთებ სამზარეულოში, იყოს 5-9-მდე. იციან ტალახაძეებმა ღამღამობი დიეტაც რო ვარღვე. ხო, წამოდი. კარგად, დიდი მადლობა, მარიკა. დავედი, წამოდი. ხლა არა, შეიძლება მე მირეკავენ, მაგრამ გვეჩქარებათ. არა, დაველოდოთ რა შეწყდეს და ისე წავიდეთ. ვაიმე, გასაღები უნდა გამოვართ, ხო? კათიშა, წავედით გვეჩქარებათ, თამარ. ყვავილებს შენ წამოიღებ. არა, კარგი, ყვავილებს მე წამოვიღებ, მაგრამ იქიდან აქ ესაები რომ ერთ ტომარა კარალებს გამოვატანენ, იმას შენ წამოიღებ. წამოდი. დალევ რამეს? არა. ქეთა, ერთი წვენი მომიტანე? ხო, დათო როგორ არის?
რა ვიცი, დღეს დილით შვენიერ ხასიათზე იყო. ტექსტს ადგენდა თავისი მემორიალური დაფისთვის. 2007 წელს ამ სახლში სტუმრად მოვიდა და 2009 წლამდე დარჩა გენიალური მხატვარი დათო ალექსიძე. დაბა. აი ეს ხო. მადლობა. და ეს დარჩა თქვენ მეგობარ სანდროს. სანდროს? არა, ლამაზია რა. არა ეს ყდა არის ნახატები შიგნით. მე მარიკა. არა, დათოზე საშინლად ვინმე ხატავდა ნამდვილად არ მეგონა. მე და სანდრომა ძალიან ბევრი ვიცი. ნახოთ ერთი ვინ ხატავს დათოზე უფრო უარესად. დათოზე უფრო უარესად ხატავს ისევ დათო. დათო. მე ხამრიდი? მეცადე. ეს ნახატები ხო გაიყიდა უკვე. და სანდროსთან დათოს გაყიდულ ნახატებს რა უნდა? მარიკა. სასწრაფოდ სანდრო უნდა ვნახო და გავარკვიოთ. მეცადე. ალო. სანდრო მარიკა ვარ. ვინ მარიკა და მარიკა ჩექმები? ხო, მომისმინე შენთან აუცილებელი საქმე გვაქვს და ჩემთან გელოდები, მე და ეკა გელოდებით 1 საათში. 3:15 წუთზე. არა, სანდრო, ეგ არის 3-ს რო უკლია 15. დიდი ის არის 3-იანთან. კარგი, არ დაიკვიანო. კარგი. კარგად. მუზეუმი 1926 წელს გაიხსნა და აქ მსოფლიოს 500-მდე გამოჩენილი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. უკაცრავად, რა მინდა ისიც კითხოთ, ვან გოგის ნახატები გააქვთ? სამწუხაროდ დაცულ ნამუშევრებს შორის ვან გოგი არ გვაქვს. და დათო ალექსიძის? ვისი? დათო ალექსიძის. არც დათო ალექსიძის. ხედავთ ესე იგი, ვან გოგის და დათო ალექსიძის ნახატები არ აქვთ. თქვენს წინ წარმოდგენილი ტილოების ავტორი ნიკოლოზ ასლანიძე ფიროსმანიშვილი მსოფლიო მხატვრობაში პრიმიტივიზმის ფუძემდებლად ითვლება. ის მე-19 საუკუნეში 1862 წელს დაიბადა სოფელ მირზაანში. მე დავიბადე 1991 წელს ბათუმში. თუ საერთოდ ქართულ მხატვრობას გადავხედავთ, ჩემი აზრით ფიროსმანი ყველაზე გამოჩენილი ქართველი მხატვარია. ძალიან გთხოვთ თქვენ აზრს ჩვენ ნუ გვახვევთ. დააკვირდით რა დახვეწილი შტრიხებია. დიდი ერების. სხვათაშორის ფიროსმანის ერთ-ერთი ტილო სოტბის აუქციონზე რამოდენიმე მილიონ დოლარად შეიძინა ერთმა იაპონელმა კოლექციონერმა. უკაცრავად, რა მინდა კითხოთ? აი ეს ნახატი მალევე გაიყიდა თუ 1-2 წლის მერე? მეორად მეტი გავიდა. სხვათაშორის ცნობილია, რომ ფიროსმანმა საკუთარი სახლი გაყიდა და 1000 ვარდი აჩქა თავის შეყვარებულს. აი ეს კარგი იდეა. ირაკლი გაგიჟდება. წამობრძანდით, აქეთ მე-20 საუკუნის ნამუშევრებია წარმოდგენილი. წამობრძანდით. ხელით ნუ შეეხებით თუ შეიძლება. დავიბან მერე. რა ხდება მარიკა? შემოდი. დაჯექი. დამალვას აზრი არ აქვს, ყველაფერი ვიცით. რა? რა იცით? ყველაფერი. აი ეს რა არის? ნახატები? ხო, მაგრამ ვისი ნახატები? მე რა ვიცი, ვისი ნახატებია? ვერ ვერკვევი მხატვრობაში. სანდრო. დათოს ნახატებია. ძალიან კარგი. და შენ რად გინდოდა დათოს ნახატები? მე რაც მინდოდა და
ვიყიდე. ხო, დათოს ნახატები მე ვიყიდე. და შენ რატომ მიყიდე დათოს ნახატები? იმიტომ რომ მომწონს და კარგად ვერკვევი მხატვრობაში. კარგად ერკვევი მხატვრობაში, ხო? აბა მხატვრები ჩამოთვალე. ყველა? ვინც იცი? ერთ ლარიანზე როა, რა ქვია? ფიროსმანი. და კიდევ 10 ლარიანზე როა ეს ქალი, ის ქალი. ვინ ქალი? კაკაბაძე. და კიდევ 2 ლარიანზე როა ფალიაშვილი. კომპოზიტორია სანდრო. ვიცი რომ კომპოზიტორია, მაგრამ ვიღაცამ ხომ დახატა. დიახ? დიახ ბატონო დიმიტრი. აჰა, გასაგებია დიახ. მარიკა, როგორ მოვატყუე? ვერაფერი ვერ გაიგო. რა ვერ გაიგო? შენ რომ ნახატები იყიდე. ვიყიდე ნახატები? მოსასმენი აპარატია. უკაცრავად ეს ადგილი თავისუფალია? დაკავებულია. მე რაც არის დაკავებული ვერ და მე დაკავებულია ქალბატონო და არ მესმის რატომ უნდა დაიწყოთ ვერ გავიგე რა. უკაცრავად. ეს ადგილი თავისუფალია? მე რა თქმა უნდა დაბრძანდით. მალე გავალთ? შეივსება და გავალ. შეივსება და გავაო. ხო, მე ვარ. მალე გამოვალ. მომისმენე, მაგათ როგორი ამინდებია? არაჩვეულებრივი. ჩემებს დავუვეკე ველაპარაკე და ასე მითხრას რომ ფანტასტიკური ამინდებიაო. ხო, კაი. მე თამარი. აიმე. დიდი მადლობა. რისთვის? მითხარი, ლამაზი თვალები გაქვსო. მე არაფერი მითხარ. მეც მომეწონეთ. აიმე. ხო, კარგი. ორ შაბათს, 3 საათზე ოპერასთან შევხვდეთ. დიდი რა კარგი ხუმრობა იყო. სულ დამავიწყდა. ხო, თამარი ვარ. ჩაიწერე მეთქი. დაიმახსოვრე. კარგი. 899 90 15 თამარ, სათხარ წავიდა საბრდის მარშრუტკა. რა დავიდა, აბა ეს რა არის? ეს ლაგოდეხში გადის, წამოდი. წამოდი, ჩქარა, წამოდი. ჩქარა, წამოდი. მეც ყოველთვის მემახსოვრები უჩა. გამარჯობა მარიკა. შემოდი. რა მოხდა მარიკა? დაჯექი. ანანო. მე უკვე ყველაფერი ვიცი. ყველაფერი? აბა რამდენია კასპიის ზღვის ფართობი? ანანო, მე სერიოზულ საქმეზე დაგიბარე. ამ ნახატებზე რა სიტყვი? ამ ნახატებზე? კაი რა მარიკა, კი სერიოზულ საქმეზე დაგიბარეო და ხომ ვერ მეტყვი, ეს ნახატები აქ საიდან მოხდა? მობა სად იქნება? მუზეუმში ხო არ იქნება მარიკა?
ეს ნახატები დათომ რომ ნახოს გაგიჟდება. რა გავაგიჟებს მარიკა თვითონ არ დახატა აღიარე რომ შენ მქონდა. მე მქონდა ხო. მე არა მარიკა ჩუმად ჩამიგდეს ჩანთაში ანანო. ხო ნუ კაი გეტყვი სიმართლეს ესე იგი ეს ნახატები მარიკა იყიდა სანდრომ და მე საწაიღო სანდროს ეს ნახატები ამიტომ მომაბარა მე და შემინახეო მთხოვა მარიკა მოიტყუები. სანდრო მაგიარა, ანანომ თქვა მარიკა მიყიდაო. სანდრო მაგიარა დიახ, ვაღიარე. აბა რა ვეკნა, ნახე რა გებრიენია? კარგით ვიტყვი ახლა ყველაფერს მიდი. ესე იგი ეს ნახატები მარიკა იყიდა სანდრომ კი არა ეკა მიყიდა ეს ნახატები აბა ანანა მე რა შუაში ვარ რატომ გამეყიდა ეკა აქ ხარ გამარჯობა ეკა ეკამ კი არა კაცო ირაკლი მიყიდა სად არის ახლა ირაკლი სამსახურში. ხო გითხარ ირაკლი მიყიდა ესე იგი ჯერ იყიდა სანდრო, მერე ეკა, მერე ირაკლი. მერე რა მე სახელები მერე ვახოლმე ხო იცით ანუ რა მოხდა ადამიანს რო სახელები აერიოს რა არა ეკა მივხვდი. ეს ნახატები ირაკლი მიყიდა მაშინ, რო წუწუნებდა ფული არ მაქვსო და მერე გოგისთან ერთად კეიფობდა რესტორანში. აი გამახსენდა ზუსტად ეგრე მითხრა ეხლა მივდივარ დათოს ნახატები უნდა ვიყიდო და მე რესტორანში მივდივარ საკეიფოდ გოგისთან ერთად როგორ დამავიწყო ანანო. სანდრო. ეკა. მარიკა ანანო. სანდრო. ეკა. მარიკა ეკა. ანანო სანდრო. მარიკა ირაკლი! როგორ მეწყინა რომ ვერ წავედი მე ძგუნი დამწყდა მეორედ როდის ჩავიცვა მამკაბას შენი ბრალია რომ ვერ წავედით ეხლა უკვე იქ ვიქნებოდით აი ეს ქალები რომ ნაზუქებს იქნებენ დაქვია იმ ადგილს არა უშავს იცი რა მამიკომ რომ რემონტი გააკეთა არც ეგრე ჩამოსულა მისალოცა ძალიან მცხენია და SMS-ი მაინც გავუგზავნოთ ესე იგი გვეწყინა 2 წერტილი ჩხილი რომ მოწყენილები ვართ იცი რა მე დავორეკავ და ვეტყვი ბიჭს ვხვდებოდი და ვერ ჩამოვედით მეთქი ელზა ბიჭოლა გაგვიგებს ხო ხო გაგვიგებს რა პრობლემაა ვაიმე ეს რა არის ვაიმე ამას ტალახაძეების პატარა თუ გააკეთებ და რა მაიმუნი ბავშვია როგორ დაუწერია სულ გაგვი ფუჭას ეს სადარბაზო მოიცადე აი ეს ჭობია ხო ჭობია ქეთევან ქეთევან მიდი გასაღები გამოართი ჩხეიზებს რა ეგ გააკლია ქეთევან ღლონს რომ მეზობლები ალაპარაკოს სამტრედის მარშრუტკას ვერ მიუსწრეს და გასვენებაში ვერ წავიდნენ მოიცადე გასაღები საღამოს შევიდეთ ჩხეიძებთან და ვუთხრათ იქ იყო კახი კალაძე და მანქანი წამოგვიყვანა აგუტინი გამარჯობა რა აი თურმე როგორი ყოფილა ჯოჯოხეთი მარიკა ეს ნახატები ხო გაიყიდა ხო გაიყიდა ვა ნახატებზეც ეგრე ყოფილა რა ყოფილა ეგრე? მახსოვს ბებია ჩემმა გვერდზე სოფელში ძროხა გაყიდა და 2 დღის მერე ის ძროხაც ასე თავისին დაბრუნდა სახლში ეხლა დაიწყება თავიდან
1-2 წელი მაცალეთ. მე გავყიდი. შემოწმე მაინც. ყალბი ხო არ არის, რეპროდუქცია ხო არ შემოგვაპარეს. ყველა ორიგინალი ადგილზეა. ორიგინალებია. ბიჭო, რა მასალაა ფსიქიატრიაში დისერტაცია რომ მქონდეს დასაცავი. ამას არა უშავს, ხო იცი შენ? ეგ ნახატი ჩვენია, დათოს არ დაუხატავს. ისე ხომ ვერ მეტყვი დათოს გაყიდულ ნახატებს, აქ რა უნდა? მე მეკითხები? მე რა ვიცი, იქნებ შენ მითხრა. ეს ნახატები ბარში დარჩა ჯერ ანანოს, მერე სანდროს და მერე ორივეს ერთად. ვერ გავიგი. როგორც სანდრომ თქვა, ეს ნახატები ნახა ბარში, რომელიც დარჩა ანანოს და რომელიც ამბობს, ეს ნახატები მარიკა მიყიდაო. სანდრომ თუ ნახა და ანანოს დარჩაო, მარიკა რაშუაშია. აგიხსნი. ანანო ამბობს. მე სანდროსთვის ის კი არ მithქვამს, ეს ნახატები მარიკა მიყიდაო. ეს თქვა ეკამო ოღონდ. ანანომ როგორ მიყურებ? ანანომ კი არ იყიდა და თქვა მარიკა მიყიდაო. ვითომ იყიდა ეკამ და რომ გონებოდათ რომ იყიდა სანდრომ ბარში დატოვა ვითომ დარჩა ანანოს. მოიცა მარიკა. აბა თავიდან თქვი. რატომ მიმალავდი? რას გიმალავდი მარიკა? ამ ნახატებს რო შენ ყიდულობდი. მე რას ყიდულობდი? შენ თვითონ არ თქვი, ანანო ამბობს, მე სანდროსის უთხარი, მარიკას კი არ უყიდია ეს ნახატებიო. ეს თქვა ეკამო. ოღონდ ის კი უთხოვს, ის კი არ უთხოვს, მარიკა მიყიდა. წავედიო, მე ბარშიო, ჩამოვიტანე ეს ნახატებიო და უარი გონა სანდროსო, ანანოს დარჩაო, მარიკა მაინდო, იყიდაო და მე დარჩა სანდროსო და მე რა შუაშია. ანანომ ისიც თქვა, ირაკლი ყიდულობს ამ ნახატებსო. აი ხლა ისი შენ მე როგორ რაღაცას მაბრალებ? ბარსელონას რო დააბრალო რეალთან ძალით წააგე, ესპანეთის თასის ფინალია. შენ იყიდე. ხო? მე ვიყიდე. ეს ნახატებიც მე ვიყიდე და ის 10 მილიონი გირაოც მე გადავიხადე. ირაკლი, ჯობია აღიარო. რა უნდა ვაღიარო, მარიკა, რატო არ გჯერა ჩემი? იქნებ ეკა მიყიდა. კარგი რა ირაკლი, რა შუაშია, მე რატო უნდა მეყიდა? გამარჯობა. გამარჯობა. იქნებ ანანო მიყიდა. რა საერთოდ არ მიყიდია. იქნებ სანდრო მიყიდა. ვიცი რომ ვერ ფატრობას. იქნებ ჯულია რობერტსმა იყიდა. ჯობია ყველაფერი აღიარო, თორე ავიღებ ახლა ჩემ ნივთებს და წავალ სახლიდან. სანდრო, მაცივრის გატანაში მომეხმარე. როცა მარიკა ირაკლი არაფერ შუაში არ არის. მე ვიყიდე ნახატები. რა? შენ იყიდე? ხო, დათოს ნახატები მე ვიყიდე, იმიტომ რომ ძალიან მინდოდა რომ დათო რამით გამეხარებინა, იმიტომ რომ მე მიყვარს. ანანო. ჩემი ანანო. იცით? კახი კალაძემ ჩემ დას უთხრა იტალიაში ჩამოდიო. არა. ისე მართლა მეგონა რომ ჩემი ნახატები გაიყიდა. დათო. ბატონო, როგორ ხატავის ეგეთ სისულელებს? ანანო.